ძალიან საინტერესო თემით დავბრუნდით, რომელიც არა მარტო ქალბატონებს, რა თქმა უნდა, მამაკაცებსაც ეხება და ძალიან დაგაინტერესებთ. უნიშნულოვანესი თემა და სახელი ჯამრთელი დილა გვაქვს, ხედავ ბაჭო? სრულავთ ადამიანებს, რომ იყონ ჯამრთელა და ბედნიერად. კლინიკა GGRC-ის დირექტორი, ექიმი რეპროდუქტოლოგი ნინო მუსერიძე და ექიმი გინეკოლოგი ქალბატონი მადონა ჯუღელი არიან ჩვენი სტუდიის სტუმრები, რომლებიც ასევე ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრებენ დღეს. პაპილომავირუსი, ამ ვირუსზე აცრა და ძალიან სხვა უნიშნულოვანესი საკითხები. მოგესალმებით ულამაზესო ქალბატონო პირველ რიგში. გამარჯობა დილამშვიდობის. როგორ ბრძანდებით? კარგად. ჯამრთელად და ლამაზად. როგორც ყოველთვის და როგორც ყოველთვის რეპროდუქციული ცენტრის დირექტორი უნდა ეთქვა და ისევ რეპროდუქტოლოგია, მაგრამ პაპილომავირუსი ყოველთვის პაპილომავირუსია ყველგან რეპროდუქტოლოგიაში და გინეკოლოგიაში. გინეკოლოგიაშიც და ალბათ ყველა სფეროში. სხვათა შორის რაღაცნაირად სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ცნობადობა საზოგადოების პაპილომავირუსთან დაკავშირებით საკმაოდ ამაღლებულია და უკვე თითქმის ყველამ ვიცით ამის შესახებ და რაღაცნაირად ქალბატონი მადონას მომართვიანობით თუ ვიმსჯელებთ, უკვე ადამიანებმა იციან, რომ უნდა მიმართონ სპეციალისტს და მე მგონი სტატისტიკა შეიცვალა, ხო, ფატალური შედეგების, რასაც ქვია. ძალიან საინტერესო ამბავსაც მოვყარიყური, რომ აცრა არა მარტო ქალბატონებზე, ანუ მამაკაცებზეც შესაძლებელია. აი ყველაფერი რომ მოგუყოთ, იმიტომ რომ ორივეს გვაინტერესებს ძალიან. მოდით პირველად ვიტყვი, რომ ძალიან კარგია და დამსახურება ალბათ მედიის არის, ზუსტად ის რომ მე და ქალბატონი მადონა უკვე ალბათ 20 წელია პაპილომავირუსის თაობაზე ვსაუბრობ. თქვენი დამსახურება რომ მედიასთან ასე თანამშრომლობთ. კი და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველამ ახალგაზრდებმა და მათ ვისაც მართლა ეკუთვნის ეს აცრა, ვაქცინაცია. სხვათა შორის გუშინ ზუსტად ქალბატონ მადონას ტრენინგი იყო ვაქცინაციასთან დაკავშირებით და ერთ-ერთ კომენტარში ერთ-ერთმა ქალბატონმა მომწერა რომ თქვენ თვითონ უკეთებთ თქვენ შვილებს ვაქცინაციას და ვუთხარით კი. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იცით რატომ, როცა თავიდან ვაქცინაციაზე დაიწყო საუბარი, ალბათ ეს არ იყო ძალიან პრიორიტეტული და ეს არ იყო, ესე ვთქვათ, სარეკლამო თემა. ძალიან დიდი რაოდენობით ვაქცინა საქართველოში გაფუჭდა, ხო, სწორედ იმ დროს, როდესაც ზოგადად ვაქცინის მიუღებლობა გვაქვს საკმაოდ. ეს პრობლემა არსებობს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, საქართველო ეს არის ალბათ პირველი ადგილი და ფიქრობ ამასთან ამ თემაზე საუბარი ყოველთვის არის ძალიან რთული. და ყველაზე მთავარი არის ის, რომ იმ ადამიანებმა, ვისაც ეკუთვნის ეს ვაქცინაცია, მათ გაიგონ და ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ქალბატონი მადონა რაც ატარებს ამ ტრენინგებს, ალბათ მიხვდება იტყვის და რომ რთული არის ექიმებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ექიმი არის პირველი რგოლი, ვისთანაც მიდის მშობელი და ბავშვი, რომ ვაქცინაცია ჩაატაროს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველამ გაიგოს. ნამდვილად მნიშვნელოვანია ვაქცინაციის ჩატარება, იმიტომ რომ საშვილოსნო წყელის კიბო დღეს კიდევ დგას მეორე ადგილზე სიკვდილიანობის მიხედვით ქალბატონებში და ეს ძალიან ცუდია. აი თავიდან თითქოს მოგვეწოდებოდა ასეთი გაიდლაინი, რომ სანამ გოგოებს თქვათ პირველ ციკლამდე უნდა აიცრას. როგორც ვიცი, შეიძლება უკვე დასრულებიც აიცრან და ასაკიც გაიზარდა. ხო, ვისაც უკვე აქვს პაპილომავირუსი დადგენილი, ქალბატონი მადონა, ამ შემთხვევაში შესაძლებელია პრევენციის მიზნით. აი როგორი გაიდლაინებია? ფაქტია, რომ ესე იგი აცრა იწყება 10 წლიდან და როდესაც გოგონა იცრება უფრო ადრეულ ასაკში, ბიჭიც მათ შორის, მას უფრო მეტი დაცვა აქვს და დაცვის შესაძლებლობა პაპილომავირუსს რო დავიწყოთ, ესე იგი ეს არის მოკლევადიანი შედეგები, რომელმაც დადო ფაქტობრივად მოწინავე ქვეყნებში, სადაც კეთდებოდა ვაქცინაცია და ვაქცინაციას გამოცდილება 17 წელი აქ აქვს. დღევანდელ დღეს დაცულობა ჯერტი ინფიცირებისგან, თუ ეს 17 წლამდეა გაკეთებული ჩატარებული არის 90%, იქ ლაპარაკია როგორც ინფიცირება, ისევე მისი გამოვლინებები, ეს არის მეჭეჭები და კიბოსწინარე დაავადებები. ამავდროულად ბიჭების აცრა არის 26 წლამდე, ეს არის სახელმწიფო პროგრამით და არის უფასო. რაც შეეხება კითხვას, როდის შეიძლება, ანუ 45 წლამდე დღევანდელ დღეს დასაშვებია ექიმის რეკომენდაციით ჩატარდეს ვაქცინაცია. მესამე კითხვა არის თუ არა, როდესაც უკვე მაქვს ვირუსი და შემიძლია თუ არა? დიახ, შეგიძლიათ, იმიტომ რომ ვირუსი იმის გარდა რომ თქვენ გაქვთ რომელიმე შტამი, ის იცავს სხვა ტიპებისაგან. ასევე ძალიან საინტერესო ინფორმაცია, რომ იმის გამო რომ ჩვენ უკვე ჩატარებული ვაქცინაციის შედეგად ჩვენ გვაქვს იმუნური პასუხი და ამაზე ძალიან კარგად ნინო ისაუბრებს, როგორც იმუნოლოგიაში ძალიან კარგად გაათვითცნობიერებული ექიმი. და უბრალოდ მე გეტყვით, რომ თუ მაქვს მაგალითად რომელიმე ტიპი, აი მაგათ მაქვს მე-16
და ვაქცინას გავიკეთებ, ვაქცინის შედეგად მე ვარ დაცული 18-ესგანაც გამიწვევს. ზუსტად, მე-18, მე-6, მე-11 და ასევე არსებობს მეორე ტიპის ვაქცინა, ამაზე მე ისაუბრებთ, რომელსაც ასევე სხვა ტიპებისაგან. კიდევ და კიდევ 33% შემთხვევაში არის ჯვარედინი რეაქცია, ანუ მე ვარ ვაქცინირებული და მე ვიცავ იმის გარდა, რომ რაც ვაქცინაში შედის პაპილომავირუსის შტამები, არამედ სხვა ტიპებისაგან. ასე რომ ვაქცინაციას აქვს უდიდესი შედეგი იმისთვის, რომ დღევანდელ დღეს 2030 წელს სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტები იმის გარდა, რომ ვაქცინაციას აკეთებენ, ასევე აკეთებენ კვლევებსაც, უკვე 4 ადამიანი იყოს ამ ყელის ონკოლოგიით 100,000 ქალში. ანუ 2030 წელი ეს არის გლობალური სტრატეგია, თუ ჩვენ ამას მივახცევთ, რომ საერთაშორისო ყელი გადაიწევს არა მე-4 ადგილზე, არამედ უკვე მე-100 ადგილზე. აი თქვენ სახელმწიფო პროგრამა ახსენეთ. რას გულისხმობს სახელმწიფო პროგრამა და სად და როგორ კეთდება ეს და ვაქცინაცია? სახელმწიფო პროგრამა გულისხმობს, რომ გოგონები, რომელიც 10 წლიდან 10 წლის ასაკიდან არის უფასო და ბიჭები 26 წლამდე უფასო, როგორც ასეთი უნდა მიმართოს ანუ პირველი რგოლი, ჯანმრთელობის რგოლის ეს არის კლინიკები, სადაც პოლიკლინიკა არის მარტივი, სადაც ეთება სხვა ტიპის ვაქცინები და მივძანდება, ჩაიტარებს ვაქცინას და იცით, ანუ დასავლეთის ქვეყნებში 22 და 23 ადგილზეა საშუალო წყლის კიბო, სწორედ იმიტომ, რომ ეს ვაქცინაცია არ ტარდებოდა როგორც ჩვენთან, ანუ არასრულად, არამედ სახელმწიფო პროგრამას ენდობიან, შესაბამისად, იცით, სახელმწიფოები ძალიან დიდი რაოდენობით თანხას ხარჯავენ იმაში, რომ პროფილაქტიკა ჩაატარონ და არა სიმსივნის მკურნალობა და ლეტალურ შედეგზე აღარ მივიდეს საქმე. იმიტომ რომ ძალიან რთულია, როდესაც არის მესამე-მეოთხე სტადიის კიბო, იქ იბრძოლო რამისთვის და შებრძოლო იბრძვი უბრალოდ სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის. ეს ხომ არ არის მკურნალობის სრული მეთოდიკა, რომელიც მეოთხე სტადიაზე რამეს დაგვეხმარება, ხო? ამიტომ ნახეთ, ძალიან რთულია, როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ კი, გაკეთდეს, ეს არის პროფილაქტიკა, ჩვენ პრაქტიკულად შეიძლება მე-100 ადგილზე ვქალოდანო მადანამ, ალბათ აღარ უნდა დაიღუპოს ქალი საშუალო წყლის კიბოდ. იმიტომ რომ პაპილომა ვირუსი რეალურად ვიცით, რომ ეს არის გამომწვევი საშუალო წყლის კიბოს, შესაბამისად, თუ ჩვენ ამ გამომწვევს აღარ მივიღებთ, რეალურად იქნება ეს შედეგი იმისა, რომ ჩვენ აღარ დავიღუპებით ამ პათოლოგიით, ხო? უკაცრავად შეიძლება დასრულეთ. აი თქვენ ახსენეთ, რომ რაღაცნაირად რთულია და ზოგადად მიუღებლობა არსებობს ვაქცინაციის. ზოგადად ეს პრობლემა არის ჩვენში, ჩვენ საზოგადოებაში. ნახეთ, რამდენი მითია ვაქცინაციასთან დაკავშირებით. დიახ. აი უკუჩვენებები მაინტერესებს, თუ აქვს ამას, თუ არა აქვს ესეც რო აუხსნათ და ვისთვის არ შეიძლება, თუ არსებობს ასეთი. მოდით ვთქვათ ის, რომ რეალურად დღევანდელ დღეს როგორც ქალბატონმა მადონამ თქვა, რომ 10 წლიდან შეგვიძლია ძალიან ხშირად როცა ვსაუბრობ პაპილომა ვირუსზე, ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე. ძალიან ბევრი მშობელი ამბობს, რომ სქესობრივი ცხოვრება არ იწყება 10 წლიდან, შესაბამისად მე ავწრი მერე, ხო? გასაგებია, მაგრამ ნახეთ, მოდი ავხსნათ, რაც უფრო ადრე ჩავიტარებთ ვაქცინაციას, მით უფრო კარგი იმუნური პასუხი გვაქვს. რაც უფრო ადრე ჩავატარებთ ვაქცინაციას, თქვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ 90%-იანი დაცვა გაქვთ. წარმოიდგინეთ, რომ 10 და 13 წლის ასაკში ჩვენი იმუნური სისტემა სულ სხვა არის და არა 26 და 30 წლის ასაკში. ეს იგივე არ არის, იმიტომ რომ ჩვენი იმუნოკომპეტენტური უჯრედები პრაქტიკულად თიმუსი არის პასუხისმგებელი ჩვენს იმუნურ პასუხზე. 18 წლის მერე განლევას იწყებს. წარმოიდგინეთ, რომ 18 წლამდე ვაქცინაცია ჩათვალეთ, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში უკვე სამჯერადი კი არ არის ანუ რა ვაქცინაციები. არამედ ერთხელაც კეთდება, საკმარისად მიიჩნევა, რადგან რეალურად ძალიან კარგი იმუნური პასუხი აქვს და ამ ვაქცინას, როცა ჩვენ 17 და 18 წლის წინაზე ვსაუბრობდით, არ ქონდა მაშინ გამოცდილება. დღეს აქვს უკვე ამხელა გამოცდილება და დაიდო შედეგები, რომ ის იცავს. წარმოიდგინეთ, არა მარტო საშუალო წყლის კიბოსგან, არამედ ოროფარინგიალური კიბოსგან, სწორნაწლავის კიბოსგან, ძალიან ბევრი რამისგან, ისგან პაპილომა ვირუსი არის წამყვანი ტყელუჯედოვანი სიმსივნეების გამომწვევი. ერთხელ კეთდება ამ შემთხვევაში თუ რამდენჯერ კეთდება, რამდენჯერაც ახსენეთ და ერთხელაც ახსენეთ და როგორია 15 წლამდე კეთდება 2 დოზა. და 15 წლის შემდეგ კეთდება 3 დოზა. 3 დოზა, ჯო. ცოტა მამაკაცების ცნობიერებაზეც რო ვიზრუნოთ, ვიცით რომ ქალბატონებში უპირველეს
უპირველეს ყოვლისა გამომწვევია საშუალოსნოს ყელის, სიმსივნის და სწორმატყლების. აი მამაკაცებში თქვა, თითქოს გამოვლინება ხო პაპილომა ვირუსის ესეთი მკვეთრი არ არის, როგორც ქალბატონებში და აი მამაკაცებმა რატომ უნდა გაიკეთონ ვაქცინა და რა საფრთხის წინაშე აყენებს მათ ჯანმრთელობას, ანუ რას იწვევს მათში პაპილომა ვირუსი? კეთილი, ბოლო 10 წელი მოიმატა ეს არის ზედა სასუნთქი ორგანო, ესე იგი ოროფარინგიალურ კიბოს ვიტყვი, იმიტომ რომ 10 წელი იყო უკვე იმისთვის რომ დღეს ჩატარებულიყო კვლევები და აღმოჩნდა რომ ეს ოროფარინგიალური კიბოს მამაკაცებზე ლაპარაკი მე-13 გამოწვეულია პაპილომა ვირუსით. აქედან გამომდინარე და ასევე უკვე დღეს იმ ქვეყნებში როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები, რომ სტატისტიკა როგორც ჩატარდა პირველ ადგილზე გადავიდა ოროფარინგიალური კიბო რასთან შედარებით საშუალო ყელის კიბოსთან, ანუ მამაკაცებში უკვე გაასწრო ქალის საშუალო ყელის კიბოს. აქედან გამომდინარე, იმიტომაც არის დღეს რომ ბიჭებში ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბიჭებმა ჩაიტარონ აცრა. და კიდევ საინტერესო კვლევას მოგახსენებთ, ეს იყო ავსტრალიის კვლევა, სადაც ჩატარდა ვაქცინაცია გოგონებთან და ბიჭებთან, ეს იყო 87% იყო მნიშვნელოვანი შემცირება თვითონ პაპილომა ვირუსის ინფიცირებისა და 47%-ში იყო ჯოგური, ანუ კოლექტიური იმუნიტეტი. ესე იგი, მე ვიცავ ჩემ პარტნიორს და ის მიცავს მე. აქედან გამომდინარე, წარმოიდგინეთ, როცა ჩვენ ეს იქნება მოცვა, ანუ მოცვა რა არის? ვაქცინაციის 3 დოზა და პოპულაციური მოცვა. შესაბამისად, დაცულობა იქნება ორივე სქესში, მამაკაცშიც და ქალშიც. აი, როდესაც უკვე არის პაპილომა ვირუსი ორგანიზმში და ჩვენ ვიკეთებთ ამ აცრას. ამ შემთხვევაში უკვე ჩვენს პარტნიორს ვიცავთ, თუ მას არ აქვს, ანუ გადამდები უკვე აღარ ხარ. მატარებელი ხარ, მაგრამ არც გადამდები ხარ და თან დაცულიც, ხო? რეალურად, როცა ვსაუბრობთ მამაკაცებზე, ქალთა პოპულაციაში რომ ვსაუბრობთ საშუალო ყელის კიბოზე და 10 ინფიცირებული ქალიდან, რომელთანაც გამოვლინება უკვე არის და მაგალითად აქვს დისპლაზია ან ასე შემდეგ, ალბათ მხოლოდ ერთს აქვს გამოვლინება მამაკაცს, მაგრამ ეს არ ითვლება მამაკაცი, ითვლება გადამდები. კი ბატონო. ასე რომ ერთი სქესობრივი კავშირი აბსოლუტურად საკმარისია პაპილომა ვირუსის გადადებისთვის, აქედან გამომდინარე ამას აქვს წლები შეიძლება დასჭირდეს იმას, რომ გამოვლინება მოხდეს და არის თუ არა პაპილომა ვირუსი, მაინც უნდა ჩატარდეს ვაქცინაცია. ვინაიდან ნახეთ პაპილომა ვირუსი, ეს არის ვირუსი მაღალონკოგენური, რომელიც კიბოს იწვევს, რომელსაც ვერ აღიქვავს ჩვენი იმუნური სისტემა საერთოდ. ის ასე ვთქვათ, ჩაჯდება ჩვენს გენომში უჯრედის და საერთოდ არ ცირკულირებს სისხლში, ადგილობრივად აზიანებს იმ ადგილს, სადაც ის მოხდება. და წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი ორგანიზმისთვის ეს უჯრედი აბსოლუტურად ჩვენია და საერთოდ არ ებრძვის. და თუ თქვენ ჩაიტარებთ ვაქცინაციას და ვაქცინა არ არის ის, რაც დაგააბადებთ, ან ინფიცირება მოხდება. ეს არ არის ცოცხალი ვაქცინა, რომელიც დაუშვათ დარღვეული ვირულენტობით არის, ანუ დაბალ ისა და ისე დაგება არა. მასში ამოღებულია ყველა ის გენომი, რომელიც იწვევს დაავადებას და არის მხოლოდ ზედაპირული გენომი, რომელიც აღიქვავს, რომ შენ ინფიცირებული შეიძლება იყო აი ამ ვირუსით. და შემდგომ უკვე ორგანიზმი იწყებს ანტისხეულების გამოშვებას. ანუ ჯარი რაც არის ჩვენს ორგანიზმში, რომელიც გვიცავს და რომელიც გადაგარჩენთ იმისგან, რომ თქვენთან დაზიანება მოხდეს და ეს დაზიანება კიბომდე მივიდეს, რეალურად არის ვაქცინაცია. და არ აქვს მნიშვნელობა, ინფიცირებული ხართ თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა, ავად ხართ თუ არა, სიცხეს გაქვს თუ არა, შეგიძლიათ ჩაიტაროთ ეს ვაქცინაცია. ვაქცინის გვერდითი მოვლენა ყველას შეიძლება დაემართოს და ეს არის 0.1% და ყველგან არის რაც ვაქცინაცია ტარდება, შოკური თერაპია და ასე შემდეგ, ანუ ალერგიული ხარ თუ არა. მაგრამ ეს არ არის იმისთვის იმაზე საუბარი, რომ არავიცრად ვინაიდან შეიძლება გართულება დაგვემართოს და ჩვენ შეიძლება საშუალო ყელის კიბოს ვერ ვებრძოლოთ. იმიტომ რომ ვერ ვებრძოლოთ. დაგვემართოს ახალგაზრდა ასაკში როცა საშუალო ეს არის ძალიან კარგი დაცვა. ესეც ხომ ძალიან ის. აქვე ბოლო კითხვას და გისვამთ, ცოტა დრო გვეწურება და თუ შეიძლება. ბოლოს წინას ბაჭო, იმიტომ რომ მეც მაქვს ერთი კითხვა. იცით რა მაინტერესებს, ანუ ვირუსის ის ვაქცინაციის შემდგომ რამდენ ხანში შეიძლება დაუსრულება? ანუ შვილოსნობაზე თუ არის დასაშვები, თუ არის რაღაცა კონკრეტული დრო.
რადგან თითქოს ანუ არანაირი პრობლემა არ არის იმდენად ბუნებრივად არის ეს თვითონ კვლევა ორსულებში რა თქმა უნდა არ ტარდება. შესაბამისად ჩვენ ვეუბნებით რომ ვაქცინაციას თუ ჩაიტარებთ ერთ თვეში შეგიძლიათ ორსულობაზე ანუ დაიწყოთ ორსულობაზე ფიქრი. თუმცა კვლევები რომელიც იყო ჩატარებული რას ნიშნავს? ანუ ჩატარდა ვაქცინა და აღმოჩნდა რომ პაციენტი იყო ორსულად. იქ არანაირი პათოლოგია როგორც ქალსა ისე ნაყოფს არ ქონია. ესე რომ თვითონ მისი ეფექტურობაც, ასევე უსაფრთხოებაც ეს უკვე დამტკიცებულია. 262 მილიონი დოზა უკვე ჩატარებული მსოფლიოში. 135 ქვეყანა ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში და ეს როგორც გითხარით, გამოცდილება უკვე არის ხანგრძლივი დიდი ხანი და ქვეყნები რომელიც ტარდება და ატარებენ როგორც სახელმწიფო პროგრამაშია ესა იმათმა საკმაოდ დიდი შედეგი დადეს და მინდა ასე ვთქვა რომ თვითონ სახელმწიფო საქართველოს თავის გამოცხადდა და როგორც თავისუფალი ქვეყანა როგორც ისეთი ინფექციებისგან როგორც პოლიომიელიტი და არის წითურა. ესე იგი ჩვენ მივახციეთ ამას მივახციეთ. ესე რომ დღევანდელ დღეს მე ვფიქრობ რომ სახელმწიფოს ამხელა დახმარებით ჩვენ შეგვიძლია რომ მსგავსი ინფორმაცია მომავალში დავდოთ როგორც მოწინავე ქვეყნებმა რომ ჩვენ შევძელით და ვამარცხოთ არა მარტო საშუალო მსხლის კიბო, არამედ ეს არის ვაგინა, ვულვა, ოროფარინგიალური, ანუსი, ასო, ანუ წარმოიდგინეთ იმდანად და ვიცით რომ ერთ-ერთი კიბო, ანუ ორი კიბოა მსოფლიოში, რომელიც ვიცით რომ არის გამოწვეული ვირუსი. ეს არის B ჰეპატიტი, ღვიძლის და არის ყელის ოროფარინგიალური და რაც ჩამოვთვალე. ასე რომ თუ ამის საშუალება გვაქვს, ესე იგი ეს კიბო არის პრევენტირებადი. შეგვიძლია აღმოხვრათ ეს პრობლემა და მივიღოს ზუსტად ის ინფორმაცია, ის დავდოთ, რაც საქართველოს დადო იმ ინფექციებზე, როგორც პოლიომიელიტი და წითურა. და ერთი მოკლედ მინდა კიდევ ჩვენ მაყურებელს უთხრათ, რომ რაღაცაერთო ვინც იკეთებს ამ აცრას და აუცილებლად ვინც გაიკეთებს, მინდა რომ აუხსნათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ აცრა გაკეთებულია და დაცულები ვართ, რომ წელიწადში ერთხელ მაინც აუცილებელია კოლპოსკოპიის ჩატარება და ყელის დათვალიერება, რომ ასე არ ხეინათაც რომ რადგან აცრა ჩატარებული გვაქვს, რომ აღარასოდეს აღარ მივიდეთ გინეკოლოგზე, ასეც რომ არ გაიგოს მაყურებელმა, ესეც რომ თუ შეიძლება რომ რა თქმა უნდა, ეს კვლევები რომელიც არის აუცილებელი სკრინინგული კვლევები პაციენტმა, ქალბატონებმა უნდა ჩაიტარონ. PAP ტესტის დიაგნოსტიკა, რომელიც მე და ნინომ დავიწყეთ 20 წლის წინ და როდესაც აქ არავინ არ იცოდა რა იყო, რას ნიშნავდა ციტოლოგია როგორ არ იცოდნენ, მაგრამ როგორც PAP ტესტი ეს ინფორმაცია არ ფიგურირებდა, ფაქტობრივად დავიწყეთ იქიდან პროპაგანდა შეიძლება ითქვას და მოვედით აქამდე. PAP ტესტი ეს იქნება პაპილომავირუსის ტიპირება, ანუ მაღალონკოგენური ტიპირება PCR დიაგნოსტიკით და რა თქმა უნდა, შესაბამისად უკვე კვალიფიცირებული ჩართულობა, კოლპოსკოპია და საჭიროებისამებრ მორფოლოგიური დიაგნოსტიკა. ეს ყველაფერი ამის შედეგად შესაძლებელია იმ მიღწევა იმ შედეგებისა, რომელსაც ჩვენ ამ წუთში ვლაპარაკობთ. ძალიან იცით რა მინდა გითხრათ, რომ საქართველოს არის პირველი ქვეყანა რეალურად რო გითხრათ პოსტსაბჭოურ სივრცეში, სადაც არსებობს სკრინინგი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე მინდა გითხრათ, რომ აი რასაც ვსაუბრობთ, PAP ტესტი, კოლპოსკოპიური გამოკვლევა, როცა კეთდება სწორად დიაგნოსტიკა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან საიდანაც მასალას აიღებთ, იქ აუცილებლად უნდა იყოს ნანახი დაზიანება. შესაბამისად, იქნება დაზიანება და სწორი მკურნალობა, სწორი მენეჯმენტი არის მნიშვნელოვანი. დღეს არსებობს გენოტიპირება და 180-ზე მეტი პაპილომავირუსის ტიპი არსებობს. ამიტომ არ დაიჯეროთ, რომ 100%-ით რომელიმე ან ვაქცინა, ან რაიმე დაზიანებას აალაგებს. აქედან გამომდინარე, დიაგნოსტიკა წელიწადში ერთხელ აუცილებელია ყველა ქალის. და ვაქცინაცია 1-15 წუთი, რომელსაც გამოყოთ საკუთარი თავისთვის, რომელიც დაგიცავთ საშუალო. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. დიდხანს ბედნიერად და ლამაზად. ჯანმრთელად, რაც თავარია. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ასეთი საინტერესო საუბრისთვის.